ანუ მაქვს ორი ინდექსი. ერთი არის get ტიპის, მეორე არის post ტიპის. აი ზევიდან რომ დავწერე post-ი, ნიშნავს რომ ეს არის post HTTP post მეთოდის ტიპის action result-ი. ანუ ორივე მიუთითებს რომ ერთი და იგივე გვერდზე, ანუ ინდექსია საუბარი. ეხლა user-ი მაქვს აქ გაკეთებული მოდელებში, რომელსაც აქვს ორი ცალი property, login და password-ი და ეხლა ავდგები და ჩვეულებრივ index action result-ს დავამატებ views, რომელიც არის ცარიელი view. არაფერი მოდელი არ აქვს ამას, ხო? ანუ არაფერი არ გამოქვს. პროსტა ეხლა რომ დავამატებ, აქ უნდა გავუწერო, რომ შიგნით იყოს ფორმა, რომელსაც ორი ცალი ისექნება. ველი, მეტი არაფერი. ინფორმაში ჩავწერ ინფორმაციას, დავაწვევი 3-ის და დარეფრეშდება და იგივე გვერდზე ბოლოში გავამიტანს ინფორმაციას. ეხლა ნახე ამას როგორ ვიზავ. ანუ აქ ამას წავშლი და გავაკეთებ ფორმას. ფორმას უნდა ქონდეს მეთოდი და აქ მეთოდში გავუწერ იგივე /home/index, ანუ იგივე მეთოდზე გავუწერ. მეთოდი კი არ არის, ეს არის action-ი. და უკვე იქ უწერ და სხვაგან გაიგზავნა. აქ ეხა უკვე post ჩაუწერ, იმიტომ რომ post-მა უნდა მიიღოს. აქ ავდგები, გავაკეთებ ორ ცალ inputs. ერთის name იქნება, აბა რა იქნება ერთის name? რაც იქ დავარქვი, გახსოვს, აი რა დავარქვი? user-ში რაც დავარქვი. user-ში დავარქვი login-ი, ხო? ანუ ერთი იქნება login-ი. და მეორე input-ი იქნება password. აქ type-ში მოდი ამას password-ი ჩაუწეროთ და ეს რა შეცვლის, იცი? თავიდან ტიპი რაღაცების წერას რო დაიწყებს, ის იქნება pipcap-ით. და ეს უნდა იყოს ტექსტი. login ტექსტუალურია, მეტი არაფერი არ არის და ბოლოს უნდა დავამოწმოთ კიდე ერთი input-ი, რომლის type იქნება submit. ხო? კაი. ამას კლასი რო გავუწერო, იმის ხო დაინახავს, თუ ვერ დაინახავს. იმისთვის ეს კლასი გავუწერე bootstrap-ი, ანუ bootstrap-ი ხო არის framework-ი, რომელშიც უკვე ჩადგმულია, უკვე რაღაც კლასები არის აწყობილი. ან მაგალითად, გახსოვს პირველ გაკვეთილზე table რო გავჩნდეთ, უკვე დახატული რო იყო. ის არის bootstrap-ის კლასი, ანუ ვიღაცა ტიპმა ვინც bootstrap-ის framework-ი გააკეთა, იქ უკვე რაღაც კლასები დაწერა. აი ხა მაგალითად მე აქ ხა ნახე რა კლასს ხმა რომ button default-ი. ანუ ეს კლასი ნიშნავს რომ თვითონ უკვე ლამაზ button ღილაკს დამიხატავს რა. აი ხა მოდი გავუშვათ და პროსტა ვნახოთ. ერორია და მოდი ვნახოთ რა ერორია. აქ ინდექსზე მეუბნება რომ ესეთი რაღაც არ შეიძლებაო. პარამეტრები უნდა გადმოსწევო. ამიტომ ამას გამოვცემ user-ის ტიპის ბოდიში. დამავწდა ჩართვა მოდელის. ამას გამოვცემ user-ის ტიპის, ვთქვათ, use, აი ეს რაღაც. ეხლა გავუშვებ, ერორი აღარ იქნება, გაეშვება. პირდაპირ შევა ინდექსზე. და ნახოთ მოდი რას გამოგვიტანს. აი ნახე როგორი ლამაზი ტიპი არის და ფორმას იცვლის ამაზე. მოიცა input-ის სტილებსაც ვნახავ ბარემ და იმასაც გავალამაზებ. file input კი არა. აი ნახე ეხა ვარ დასტავ bootstrap-ის საიტზე. აქ უკვე შენ თითქმის სტილების წერა არ გიწევს, იმიტომ რომ აი აქეთ არის გაწეული ყველაფერი. აი button group-ებში შევიდეთ. აი ნახე, მეუნება აი ეს კოდი ნიშნავს აი ამას. აი ნახე, უკვე ლამაზად გაკეთებული არის ბატონები. შენ აღარ გიწევს 0-დან წერა, რომ აი ეს იქით იყოს, hover-ზე ფერი შეიცვალოს, დაჭერაზე კიდე სხვა ფერი გახდეს, ჩარჩო გაუფრეს, გაუჩნდეს და ასე შემდეგ. აი ლამაზი ბატონები, ხო? ჩამოხვალ დაბლა ნახავ drop down ბატონებს, რომელიც უკვე ლამაზადაა გაკეთებული და შენ თვითონ აღარ გიწევს რაღაცების ცვლა. აი ნახეთ, ბატონი 4-5-ნაირი ბატონი არის. თითოეულს აქვს თავისი კლასი. აი ამის კოდი წერია დაბლა. ხო, ანუ ყველაფერი ლამაზადაა. ეხლა ჩვენ რა გვეძებთ input-ებს. აი input-ებზე ჩამოვედით. ნახე, input-ები თავისი ყველაფერით. ეხლა ამას მე კლასს ვნახავ, input group test form control ეს უნდა ჩავუწერო, აი form control. ეხლა აქ შევალ მე ამ HTML-ში ამას დავამატებ class form controls. შევიდეთ ეხლა ჩვენ ჯიგარში და ვნახოთ როგორ შეიცვალა, საერთოდ თუ შეიცვალა. აი ნახეთ როგორ ლამაზები გახდა.
ხედავთ ხო? აი რო ჩააგდებ ის უკან ნათდება რაღაც. ეხლა ამას თითო-თითოთი დავაცილებ. ეს ბრ არის ხაზის გამოტოვება, იცით. აბა ნახოთ როგორი გახდება. აი უფრო ლამაზი გახდა. ხო, აქ ორი მოდი, არ გვინდა. აი, ხედავთ? ანუ, всё, ძალიან აქტიურად უკვე bootstrap-ის, აი, საერთოდ საიტზე, ხო, აი თუ რაღაც განსხვავებული სტილი არ გინდა, აი რომელიც უკვე დიზაინერმა დაგიხატა და გამოგიზარდა, შეიძლება bootstrap-ის სტილები იხმარ. აი ძალიან ლამაზი ლოგინის ფორმა. ამას შეიძლება ზომა შენთან დაუყენო. პატარა გზელი მოკლე და ასე შემდეგ. აი, ჩააგდებ კურსორს, ნათდება და შეიძლება შენ რაღაც ჩაწერო. ხო? კაი, bootstrap-ის პონჩი უკვე ავაწყეთ, ხო, view. ეხლა შევიდეთ ჩვენ და გავაგზავნოთ კოდის წერა. ვაჩე მიყურებ, ხო შენც? ანუ ჩვეულებრივ გავაკეთე ერთი მეთოდი, რომელიც არის get ტიპის, მეორე მეთოდი, რომელიც არის post ტიპის. რა უნდა გავაკეთო? get-ი თავიდან, ანუ get-ი თავიდან იტვირთება აი ეს view. აი ეს view, ხო? ამას რო დავაწევი, მერე უკვე მონაცემები post-ის საშუალებით გაიგზავნება იგივე view-ში. აი სად ვეუბნები ამას? დაწოლის მერე აქ type submit-ს რო უწერ, მიხვდება რომ აი ეს ფორმა აი ღილაკზე დაწოლის მერე უნდა მოხდეს რაღაც. გაიგზავნება მონაცემები home index-ში post მეთოდით. ანუ უკვე მიწვდება აი post მეთოდს, აი აქ. ეს მიიღებს user-ის ტიპის user-ის კლასის ობიექტს, რომელშიც ინფორმაცია იქნება ჩამახსოვრებული, რაც მე იქ შევიყვანე და ამ ინფორმაციას ეხა მე, ანუ აქ მაქვს უკვე ორი ვარიანტი. ერთი რომ მოდელით გამოვატანო, მეორე რომ view-back-ით გამოვიტანო. მოდი ხო view-back-ით გამოვიტანოთ. აქ გავაკეთებ view-back-ს logins, რომელიც იქნება US login-ის ტოლი და მეორეს გავაკეთებ passwords, რომელიც იქნება password-ის ტოლი, ხო? ეხლა აქ წამოვალ, ჩემ ჯიგარში აქ და ფორმის გარეთ ლამას იმაში არ გვინდა მოდი ლამაზე h1-ებში. ამას კლასი აქვს h1, კი აქვს, აი ლამაზად ეხლა რაღაცა შევუცვლის, რაღაც უნდა შევუცვალოს სავარაუდოდ. view-back-ით გამოვიტან logins და WH-ში გამოვიტან, აქ ადგილი დავტოვოთ. WH-ში გამოვიტან passwords. Password. ეხლა ნახე რას ვიზავ. ამას გავუშვებ ახლიდან, იმიტომ რომ C#-ში შევცვალე რაღაცები არ დაიმახსოვრებდა. ეხლა ჩაიტვირთება home index-ი და default-ად ეს გვერდი იქნება 2-ცა login. დაბლა ინფორმაცია გამოტანილი არა. იმიტომ რომ view-back-ები არის ცარიები, ხო? აქ ჩავწერ Alex-ი და აქ პაროლს ჩავწერ. როგორც ეს პაროლი არ გამოჩნდება, იმიტომ რომ იქ type-ში პაროლი მივუთითე. დავაწვევი 3 და რა მოხდა? იქ ინფორმაცია წაიშალა და რაც ჩავწერე გამოვიდა დაბლა. ეხლა მოდი debug-ით ვნახოთ როგორ მუშაობს, ხო? აი აქ დავსვათ debug-ი. აი აქ. debug-ი ხო იცით რაცა? გავვიშოთ და გავუშვით. ესე იგი თავიდან ჩაიტვირთება. უბრალოდ სანამ ჩაიტვირთება, უნდა შემოვიდეს აქ. ნახოთ რა შვება. ჯერ ეშვება. აი ნახე, სანამ გვერდი ჩაიტვირთება, ჯერ ეშვება კონტროლერი. ეს ლოგიკურია, ხო? ჯერ კონტროლერში სრულდება გვერდი და კონტროლერი ტვირთავს მერე რაღაც გვერდს. აი შემოვიდა კონტროლერში. ეხლა გადავალ შემდეგ ხაზზე. გადავედი შემდეგ ხაზზე, შემდეგი ხაზია return view. ამ დროს აქედან რომ გამოვა return view რას ნიშნავს? უნდა ჩატვირთოს გვერდი, ხო? ანუ აბრუნებს views. სანამ views დააბრუნებ, ჯერ ნახულობს რა არის layout-ში. შედის layout-ში და ჯერ layout ჩატვირთავს. ეხლა h1-ები გაიარა, იქ არაფერი არ მოხდა. შევიდა layout-ში, layout-ის ჩატვირთვა დაიწყო და ჩამიტვირთა გვერდი. layout-ში რა შედის აი იქიდან? აი ამ გვერდიდან layout-ში რა შედის? ხო, ანუ ის ზევით შავი ხაზი, layout-ი თავთავ გახსოვს რაც იყო. გვერდი რომელიც ყველა გვერდზე მეორდება, ძირითადი შაბლონური გვერდი რაც აქვს. და ფუთერი აი C2015 რაღაც უწევი. ზევით კიდე არის აი application name და იქ menu უნდა იყოს პროსტა ჩვენ მოშლილი გვაქვს. გვერდი ჩატვირთო. ეხლა მე აქ შევიყვან ინფორმაციას. დავაწვევი სამის და რა მოხდება? გამომიტანს ინფორმაციას, ხო? იმიტომ რომ ეს გვერდი გაიგონე, მაგრამ აი აქ რო დავსვა ეხლა bullet point-ი. და ახლიდან რო გავუშვა ეს ნახავთ. ხო. ანუ
ეხა დავსვი bullet point-ი აქ HTTP post-ში და სანამ აქამდე არ მოვა, კოდი მუშაობას არ შეწყვიტავს. ეხა მოდი გავუშვათ ახლიდან და ვნახოთ როგორ მოიქცევა. ანუ თავიდან ჩვეულებრივ უნდა ჩატვირთოს ეს გვერდი, იმიტომ რომ იქ bullet point-ი აღარ მაქვს დასმული და პრობლემა აღარ უნდა გქონდეს, აღარ უნდა გავაჩეროს. აქ მე ჩავწერ რაღაც მონაცემებს. დავაწვევი საბმის და ამ დროს ეხა უნდა შემიყვანოს Visual Studio-ში. აი შემიყვანა Visual Studio-ში. მითხრა რომ აი იქ მოვედი. ეხა ნახე რა ხდება? აი ამ კლასის ობიექტი რომ ნახო. ეს რომ გავშალო, აი შეგით რა არის დამახსოვრებული. ანუ დაწოლის მერე, აი ღილაკზე თითის დაჭერის მერე გაეშვა უკვე აი ეს მეთოდი რა. და ამ მეთოდში პარამეტრაცაც მივიღე, იქ რა ჩავწერე იმ ინფორმაციით უკვე შევსებულია. ეხლა რო გადავიდე შემდეგ ხაზზე, ერთ viewback-ის ინიციალიზებას მოახდენს, მერე მეტყვის რომ რაღაცაო, მერე მეორე viewback-ის ინიციალიზებას მოახდენს და მერე უკვე ჩატვირთავს ისევ views. ეხლა შევა ისევ layout-ში, ჩატვირთავს layout-ის ტიპებს, რაღაცებს და всё, გამომიტანა იგივე გვერდი. ანუ რეალურად ჩემი post მეთოდი მხოლოდ და მხოლოდ ეშვება იმ შემთხვევაში. როდესაც გამოვიძახებ ღილაკს უბრალოდ თით დავუწევი და გავგზავნე მონაცემებს. მივხვდით ხო? ეხლა მოდი შენ აკეთებ ვაჩი ამას. ის list მართლა რატო აკეთებდი ახლა მოდი. ლისტი საერთოდ გჭირდებოდა. კაი, ეხლა მოდი რა გავაკეთოთ, იცი? გავაკეთოთ მონაცემების გამოტანა table-ში და მე ამ table-ს გავუკეთოთ details ღილაკი. და details ღილაკს რო დააწვება, ეს ამ მონაცემების დეტალური ინფორმაცია მიჩვენოს. გადამიყვანოს ცალკე გვერდზე, სადაც ამ მონაცემის შესახებ იქნება დეტალური ინფორმაცია. მივხვდით ხო? ეხლა მისმინეთ მე ყურადღებით. ესე იგი, ეს მე არ მჭირდება, რა მჭირდება, მოკლედ მარტო იმას დავტოვებ. user-იც მჭირდება, όμως users კიდე მოდი დავამატოთ public ID, int ID. ხო? შევიდეთ index-ში, index-ში არაფერი არ მჭირდება, ყველაფერი წავშალოთ. ეხლა წავიდეთ home control-ში და დავიწყოთ წერა. ესე იგი, თემა მაქვს ესეთი. index გვერდზე რო შევალ, გამომიტანოს ჩვენ შესახებ, აი მოთხის შესახებ ინფორმაცია. ხოლო ID და სახელი. მეტი არაფერი. ანუ table იყოს და ჩაყრილი იყოს ინფორმაცია. ეს მოდი ჩვენ შევავსოთ. გავაკეთოთ ლისტი. და მოდი ახლა შევყავოთ ინფორმაცია. user ჯერ SQL-ს დაყრდნობა რა საუს. Is the next ეხლა მეგობრებო, თქვენ თვითონ არ დაწეროთ. მიყურეთ მე. ოღონდ კარგად დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ პროექტორს გავშევ და მე თქვენ თვითონ გააკეთოთ. კაი? რამეს თუ ვერ გაიგებთ, ორნი ხართ და ეგრევე გამოწყვეტინეთ. всё? კაი. ეხლა უნდა შევავსო ლისტი. ლისტ ჩვეულებრივ ვავსებ, როგორც ვისწავლეთ. გავაკეთებ იქვე ახალ users, რომელსაც აი გადავცემ, ვეტყვი რომ ჯერ მოდი პირველი ლისტის წევრი მე ვიქნები. ID იყოს 1, login იყოს Alexi. მოდი login კი არ იყოს, name და surname იყოს. ახლა მე ამას შევცვლი. აი user-ში ვეტყვი რომ ეს არის name და ეს კიდე არის surname. name იქნება Alexi. surname იქნება ამიაშვილი. всё. ოშ წერტი მძიმე. ეხლა მე მას დავაკოპიებ და გადავიტან ყველაზე. ანუ ეხლა მე ისა ლისტში ჩავყრი 4 ობიექტს ინფორმაციას ჩვენ შესახებ. მეორე მოდი იყოს თამთა.
ფართო იყოს ხილტლანი. ეს არის ვაჩე. რომლის ID არის 3 და ბოლო იქნება ჯემი. შო, ინფორმაცია მაქვს. ეხლა რა უნდა ვქნა? უნდა გამოვიტანოთ. მოდი ამ ვიუს წავშლი. ვიუ უკვე მქონდა, მართალი ხარ თქვენ. ამ ვიუს წავშლი. და მე თვითონ გავაკეთებ ახლიდან ყველაფერს. ამას ვეტყვი რომ add view. აქ ვემთვი რომ empty კი არა, მოდი ლისტი იყოს. და მოდელში რა უნდა მივუთითო? user. ანუ ამ შენი ხო, რომ მოდელი გაიტანოს ბა. მოდელად უკვე აღიქოს user. ამან უკვე მე შემიქნა ყველაფერი, ხო? ამიტომ რაც შემიქნა იმას არ წავშლი და მხოლოდ გადავაკეთებ. რომ ჩვენ თემაზე რომ მოვარგოთ რა. ამ create წავშლი არ გჭირდება, index-ად წავშლი არ გჭირდება. აი ამას როგორ გადავაკეთებ სასტავ, აი ეს არის სათაური. აქ პროსტა ჩავწერ იმას, რა ქვია, ID. ნახეთ რა საკეთებს, რა საინტერესოა. ანუ default-ად ესეთი რაღაც არის. აი, როდესაც მაგალითად აწყობ user-ების ლისტს, აი მართლა სადაც კომპანიაში აწყე შენ მომხმარებლების ლისტი. იქ ადმინისტრატორს მომხმარებლების ID-ს უარ აინტერესებს, რომ უჩანდეს, მიხვდით? ანუ ID საერთოდ არ აინტერესებს. და ამიტომ აქ გაითვალისწინა, მაგრამ ნახა რომ იმას ID ექო და ID აქ აღარ გამომიტანა. Name და surname გამომიტანა. იმიტომ სტანდარტია ისეთი რომ ID აქვს აბსოლუტურად ყველაფერს, ხო? ეხლა აქ ჩვენ ხელით შექმნილი ლისტი გამოგვაქვს რა, მაგრამ წესით ხო მონაცემთა ბაზიდან უნდა წამოვიღოთ ინფორმაცია, ხო? და აი მონაცემთა ბაზაშიც ხო გვაქვს ID. და ის ID რა ხან ადმინისტრატორს არ შეიძლება, просто აღარ გამომიტანა. მაგრამ მოდი ჩვენ მაინც გამოვატანოთ ID და name მარტო. პირველი იყოს ID, მეორე იყოს name. ვსო? ეხლა აქ შემოვიდე და ესაც გადავაკეთოთ. პირველი გამომიტანოს item წერტილი ID, ხო? და მეორე გამომიტანოს item წერტილი name. ვსო? აი action links როგორ გადააკეთებდით? მეგობრებო. აბა მოდი ცალოთ რომ გადავაკეთოთ. href-ში ჩავსვათ /home/details, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს. და აქ slash-ი გავუკეთოთ. და ჩავსვათ item ID, გაიტანა კი. ეს დავხუროთ და აქ დავაწეროთ details. ხო? როგორ? აი ხა ვიტყვი. ნახე, ვეუნები რომ ახრეფი ხო იცი რა არის? ლინკის ტაგი არის. აი მაგალითად უცბად რომ ნახოთ. აი ჩვეულებრივი a ტაგი, აი ეს, აკეთებს ეს რაღაცას. აი ეს სიტყვა, ტექსტი რაც შიგნით არის, მილინკული არის აი ლინკზე. ეხლა რომ გავტესტო ნახო, აი ნახე ესაა, გახაზული უკვე მეუნება რომ ლინკი, ამას რომ დავაწვევი, გადავყავარ იმ საიტზე, რომელზეც იყო მილინკული. ეხლა აქ გავაკეთე ესეთი რაღაც. აი გადავეცი რომ გადადი home details-ზე, ოღონდ პარამეტრად გაატანი ID. ანუ გახსოვს road config-ში რო ვიყავით ადრე. აი აქ. პირველი არის, აი ნახე ლინკი როგორ ეწყობა. პირველი არის კონტროლერი, მეორე არის action-ი და მესამე არის პარამეტრი, რასაც აწვდი. ხო? ამიტომ აქ ვუთხარი რომ პირველი რას სიტყვაც ლინკშიც რაცა ეგ იყოს კონტროლერი, შემდეგ იყოს action-ი, გვერდი და ბოლო იყოს ID. აი ამ ლინკზე რომ შევალ, ეხლა ნახავ რა მოხდება. ეს მოდი გავუშვათ და დავწმუნდეთ რომ ყველაფერი მუშაობს. ეხლა რომ მე ეს გავუშვათ, ჩვეულებრივ ჩაიტვირთება home index-ი და ვნახოთ რომ მუშაობს. და არ მუშაობს, რატო არ მუშაობს? object-ებთან. ხო, რა დაგვაუწყდა? აბა რა დაგვაუწყდა თუ მიხვდებით? აი გატანება დაგვაუწყდა პროსტა, ხო? ხო, ანუ იქ მოდელი მან ვერ მიიღო, ცარიელი მოდელი მიიღო. შო? ყველაფერი იცი. ეხლა აქ მაქვს თითოეული დეტეილები. ხო? აი ამ details რო დავაწვე, რა ლინკზე გადამიყვანს, ხვდები, ხო? ნახე რა ლინკზე გადამიყვანა? home detail-ი და ბოლოში რო დავაწერე item ID, ნახე, იმის ID წავამებო. ეს არის კაკრას ის ლინკი, რაც ჩვენ გვჭირდება. ოღონდ მე ხა ჯერ view არ მაქვს დამატებული, სპეციალურად ამისთვის. ეხლა ის view უნდა დავამატო. და უნდა მივხვდე რა უნდა გავაკეთო. კაი. ეხლა მოდი ჩვენ მოვიქცეთ ესე.
ეს user list-ი რა ავიტანო მაღლა. ეს რო გლობალური გავხადო. არის ხო? აქ ვერ დავანახავ user list-ს. ეხლა დავამატოთ მოდი action result-ი details-ი, რომელმაც პარამეტრად რა უნდა მიიღოს სასტავ. პარამეტრად აი რა მივეცი? აი ID ხო? ID რა ტიპისაა? არა, просто ანუ ნახე პარამეტრად აქ მივეცი მარტო აი აქ მივეცი მარტო ID. მარტო ID-ს მოგაქვს და ლოგო გვერდზე კი string-იც გამოგ. რატო? როგორ? შეიძლება 0.0.0.1 საათო ბაზაში სადაა ეგეთი? ბაზაში როდის SQL Management Studio-ში როდის იწყება? MS SQL-ში ID თავიდან პირველ საათ? ჰინტი არის ჩვეულებრივი. თავისი იმასე ინსტიტუტი შეუქმნი ID-ს. ID-ს შენ როდის უქმნი ბაზაში? თავის საშუალებებს ამაზებინა დაასორტირო რაღაცა კიდე რო უწერ რა საკერავის ID იყოს ამაზე პირადობის ნომერი და რაღაცა. ამ შემთხვევაში ანუ ლაპარაკი მაქვს უნიკალურზე იმ ID-ზე ინტი რო არის. მაგრამ თუ string-ია რა პრობლემა აქვს შეცვლის string-ად და ეგ არის. იდეაში პირადობით ესე ანუ ყველაზე მარტივი არის რომ ზუსტად რო იცი რომ უნიკალური იქნება ხო თორე ხო შეიძლება ის გაიპაროს ხაია გაიპაროს და პირადობის ნომერი რო ორჯერ ჩაწერონ ერთ იგივე ტიპზე. ანუ ჩვენ როგორ ვაკეთებთ MS SQL Management Studio MS ისა მონაცემ ბაზებზე გახსოვს ყოველთვის თუნდაც ვიცოდით რომ პირადობა იყო უნიკალური მაინც ჩვენ თვითონ ვუქმნით ID-ს. ანუ მივხვდი შენ ასეც ამ მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთ შეგვიძლია რა თქმა უნდა გავაკეთოთ მაგრამ უბრალოდ საჭიროება არ არის. თორე რა თქმა უნდა ისეთ შეგვიძლია გავაკეთოთ. და მართალი ხარ. ეხლა ნახეთ აქ სასტავ რა პრობლემა გვექნება. ეს ლისტი ანუ ნახე ID ხო მივიღე. ეხლა მე მჭირდება რომ ამოვიღო ამ ID-ს შესაბამისი ობიექტი ჩემი ლისტიდან და იმის შესახებ სრული ინფორმაცია დავბეჭდო. მაგრამ პრობლემა მაქვს ახლა გეტყვით რაში. ეს ჩემი ლისტი ახლა გავხადე გლობალური. ხო მივხვდით გლობალური რაცაა, რომ ყველა action-დან შემეძლოს დანახვა. მაგრამ ლისტს ვავსებ სხვაგან, ანუ აი გვავსებ ლისტს. და აქ ლისტი ჩემთვის შევსებული არ არის. როგორ მოვიქცე? ინჟექტი გავაკეთე. აბა როგორ გავაკეთოთ? ინჟექტი? პარამეტრად დადოს. რა? ლისტიც? უკვე საჩალიჩო იქნება ეგ. და ეს რო გარეთ გავიტანოთ არ იცავს, ხო? გარეთ ამხოც ვერ დაინახოს, გაასხავს. ფუნქცია რო გავაკეთო ლისტის ინიციალიზების. ნახეთ ახლა რას ვიზავ. აქ გავაკეთე ფუნქციას. просто ისახწერე რა ქვია. user-ის ლისტი ზემოთ აღწერე просто. და new შევსება იყოს ნამდვილად იმბექში და ვსიო. არ ვერ ხედავს, ვერ დაინახოს. გავტესტე. new არა user. აქ. თუნდაც ეს. ვერ ხვდები რა. new ყველაფერი იყო და იმის ის ყველაფერს ხო დაინახავს. ხოდა ვერ ხედავს. ვერ ხედავს? ვერა, ქენი უკვე ერთხელ და ვერ დაინახოს. აღარ მოსწოს რა. ან წეს თქმა დაინახოს. კაი. ეხლა ნახე რა ვქენით. ხომ მივიღეთ ID. ეხლა გვინდა რომ ის ობიექტი მოვძებნოთ ლისტში, რომლის ID-ც არის მიღებული პარამეტრი, მიღებული მნიშვნელობა, ხო? თუ დავაწვევი ალექსიანიაშვილზე details ID რა იქნება? ერთი ID მოვა აქ და მე რა მინდა რომ გავაკეთო? ამ ლისტში ვიპოვო სრული ინფორმაცია, რომლის ID-ც არის 1. ამიტომ აქ მე ხა მჭირდება რომ გავაკეთო ობიექტი user-ის, რომელიც იქნება აი ამ ლისტში მოძებნილი ის ტიპი. user list დავწერ, ეს იცით ხო? არა, ეს არის. ეხლა ნახე როგორ მოვძებნი. user list-ში სადაც x ID უდრის ID-ს გამოცემულ მნიშვნელობას. და აქ დავწერ first or default-ი, ანუ პირველ რომელსაც იპოვი. ნახე ახლა შეიძლება მთელ ლისტში ჩაურბენს ეს. და x სადაც list-ის ID უდრის მიღებულ ID-ს
იმ ობიექტს აიღებს მთლიანად. ანუ იქ lambda expression-ს ეძახიან ამას. ეს x-ი არის იმ მომენტში შექმნილი ლოკალური ცვლადი და x-ი ამ შემთხვევაში გახდება ჩემი ლისტის თითოეული წევრი ყოველთვის. აი for each-ი რო იყო რაღაც მაგ სტილში არის რა. აი ბაზებში სულ ამას ვიყენებთ ხოლმე. ნახე, ჯერ x იქნება პირველი და შეამოწმებს ამ პირველი ტიპის ID უდრის მიღებულ ID-ს თუ არ უდრის გადავა მეორეზე. თუ არ უდრის გადავა მესამეზე. და თუ პირველივე ან რომელიღაც დაემთხოვა, მაგალითად პირველი შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაში, როცა ჩემს სახელს და გვარზე დავაწვევი details, ID ხო ერთი იქნება. და ეს შემოწმებას რო დაიწყებს, ნახავს რომ პირველი ობიექტი რა წერია, ჩემი აი ალექსი ამიაშვილი რა წერია. ამის ID უდრის ID-ს განმოცემულ მნიშვნელობას უდრის, ხო? მორჩება ეს იპოვა და first or default ნიშნავს რომ იმ ობიექტს აიღებს პირდაპირ. პირველ დამთხოვ მნიშვნელობას, ხო? და ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ეს ობიექტი უნდა გავატანოთ view-ში, ხო? აი ძალიან მარტივად. გავაკეთებ users კი არა და us გავატან პროსტა, ხო? ეხლა ამას მე დავამატებ views, რომელიც აქ იქნება empty ოღონდ მოდელით და აქ მოდელში გადავცემ users. დავამატებ views და ნახავ არაფერს არ შემიქრის, მაგრამ ნახეთ ეხლა რა მაქვს აქ ძალიან მარტივად. აქ ესეთ რაღაცას გავაკეთებ. გავაკეთებ ისევ tables. გადმოვაკოპირებ, ზრო რო არ დავკარგო. აქ th იქნება ID და th იქნება name და შემდეგი tr-ი უკვე იქნება ასეთი. აქ მექნება td და იგივე გადაკოპირდება დაბლა. და ეხლა ნახე, ID name და surname მინდა კიდე. და ეხლა ნახე რა მექნება. პირველში მექნება მოდელის ID. აი ნახეთ ეხლა წინა შემთხვევაში მოდელი რა იყო? აი ინდექსის შემთხვევაში მოდელი რა იყო? არა. აი მოდელი რა იყო? ამ შემთხვევაში იყო user-ების ლისტი, ხო? გახსოვთ, ხო? აი home control-ში შევიდეთ, ნახოთ user-ების ლისტი გავატანი აქ. გახსოვთ views რო ვამატებდით, იქ რო ლისტი მიუთითე? type-ად. აქ რა მიუთითე ახლა გახსოვთ? აქ მიუთითე აი ეს, ხო? აი ნახე, წინაზე მიუთითე ლისტი. და ნიშნავს რომ მოდელი იქნება რაღაცის ლისტი. და ეხლა მიუთითე empty ოღონდ მოდელით. და აქ მოდელის კლასში მიუთითე user-ი. ანუ აქ უკვე ნიშნავს რომ აქ შენი აი ამ action-ისთვის მოდელი უკვე არის ერთი კლასის ობიექტი. user კლასის ობიექტი. ანუ ამან აი აქ უკვე იცის რომ უნდა მიიღოს user კლასის ობიექტი. ნახეთ აქ რა წერია? მოდელი არის მოდელში user-ის კლასი. ანუ ამან უკვე იცის რომ კონტროლერიდან იღებს user-ის კლასის ობიექტს, მეც არაფერს. ხო? აი ხა ნახეთ როგორ მარტივად გამოვიყენებ ამას. აი პროსტა დავწერ model და წერტილს რო დავაწვევი უკვე აი ჩემი მონაცემები აქ აქვს წამოღებული. ხვდება რომ ეს მოდელი აქ იგულისხმება რომ არის user-ის კლასი. აქ გამოვიყენებ ID-ს. აქ გამოვიყენებ names და კიდე ერთს დავამატებ. აქ გამოვიყენებ surnames. მანდა ზის იმუშაოს მოდელის მაგრამ არა. არ მუშაობს. ეხლა მოდი მე ამას გავუშვებ. და ვნახოთ აბა რა თქვით ის თუ იმუშავებს, როგორც გავაკეთეთ. თუ არა და ფუნქცია გავაკეთოთ ლისტის ინიციალიზების და იქნება. ეხლა ნახე. აი ამას რომ დავაწვევი რა უნდა მოხდეს. აი არ იმუშავა, მოდელი არის ცარიელიო, არ შეავსო პროსტა. ეს ადრე მაქვს გატესტილი. პრობლემა ეხლა რა შეექმნა, რადგან წეღამ შიშობთ. ლისტი კი არის გარე ტიპი, მაგრამ აქ ლოკალურში რო აკეთებს ინიციალიზებას, ინიციალიზებულ ლისტს აი აქ ვერ ხედავს ეს. ამიტომ ლისტის შევსება უნდა გავიტანოთ ცალკე ფუნქციად. აი init დავარქვით მოდი. ლისტის შექმნა ჩავარდოთ აქ და ლისტის შევსება ჩავარდოთ აი აქ. და აქ გამოვიყენოთ init ფუნქცია. init ფუნქციას ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ამ მაშინ ლისტი უნდა დაარქმოს.
როგორ? ასე რომ შევხვდეთ ლისტი შეიძლება. კლასი არის ეს ლისტი. ანუ ეხლა რეალურად პრობლემა მაქვს რომ ლოკალურ და გლობალურ თემებში მაქვს პრობლემა. აქ ეხლა user list-ი ვავყნა, იქნება ხოშიანად. კი, იმით ხოშიანად არის და აქ გავაკეთებ list users ultris. იმითი ჩავწერე ეს არა, გასაგები რო იყოს ვიდეოში. და ეხლა უხსნია გავაკეთე. ესე იგი list user list-ი ultris inits. აქ ის გადავატა. და აქაც იგივეს გავაკეთებ. ეხლა თუ იმუშავებს, გავტესტავ და ამ ყველაფერს მე ავხსნით რა გავაკეთეთ და რატო გავაკეთეთ. დავწევი details, გადავიყვანა აქ. ეხლა მოდი ავხსნათ და მე გავიაროთ რა გავაკეთე. ეხლა ნახე რა გავაკეთე. ჩემი პრობლემა იყო რა. ანუ პრობლემა მქონდა და ის გადავჭერეთ. ხო? და ეხლა როგორ გადავჭერეთ? ჩემი პრობლემა იყო რა. ეს ფუნქცია ჩვეულებრივ ძალიან მარტივი. ამ ფუნქციაში რამე გავაკეთე? სხვა ფუნქციიდან დავინახავ? ვერა. იმიტომ რომ ან აქ რასაც გავაკეთე, ის იქნება ამ ფუნქციის local scope, ანუ ნიშნავს ლოკალური მნიშვნელობისა, ლოკალური ცვლადი. ანუ აქ რასაც გავაკეთე, აი ამ ჩქილებდა რომ გავაკეთე. მიგხვდით ხო? ამიტომ წელან რომ ლისტი დავაკეთე ინდექსში და მე მინდოდა რომ ამ ლისტს მივწდომოდი აქედან details-იდან და ეს details-ი სხვა ფუნქციაა. ვერ ხედავ. ვერ გაინახავ და იქ გავაკეთე და იქ მოკლა ეს ლისტი. აქედან უკვე ვერ გავხედავ. ამიტომ რაღაცნაირად ჭირდებოდა რომ ეს ჩემი ლისტი გავაკეთებინა სადღაც გარეთ, რომ ორივესთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. და ნახე რა გავაკეთე? გავაკეთე ცალკე ფუნქცია, რომელ ფუნქციაშიც ლისტი იქმნებოდა და მიბრუნებდა ამ შექმნილ ლისტ პარამეტრს. ფუნქცია ყველამიზით რა, ხო? ფუნქცია რას აკეთებს? იღებს რაიმე პარამეტრს, საშუალო პარამეტრი რაც მიიღოს, რაღაცას აკეთებს ფუნქცია და თუ პარამეტრიანია, მაშინ თუ რა დასაბუთებული მნიშვნელობა აქვს, მაშინ რაღაცას მიბრუნებს, ხო? რა გავაკეთე? ესე იგი, გავაკეთე ფუნქცია, რომელიც მიბრუნებს იუზერების შექმნილ ლისტს, დავაყო ფუნქციას იმითი პარამეტრით არაფერი არ გადავეცი და ამ ფუნქციაში შევქმნი ლისტი. და შექმნილი ლისტი უკვე დავაყო. მივხვდით ხო? აქ გამოვიყარე ეს ფუნქცია. გავაკანო ეს ხო მიბრუნებს იუზერების ლისტს. რაღაცა შეხონდა დავიმახსოვრე. აქაც გავაკეთე იუზერების ლისტის ობიექტი ლისტი. და ამ ლისტში დავამახსოვრე აი შექმნილი ლისტი. მივხვდით ხო? ანუ რამეს თუ ვერ მივხვდით, მე მომთავრებთ. ძალიან კარგი. ვაჭი შენ? ანუ იმით ფუნქცია მიგეთებს ლისტის შექმნას და უკან დავყარო ლისტის შემქმნა და მომცა. ხო? ეს ფუნქცია შემიძლია აქაც გამოვიყენო, აქაც გამოვიყენო, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფუნქციაა. ამიტომ აქ შევქმნილი ლისტი დავაბრუნე ჩავსვი ლისტში და გავატანე views და ამ view რა გამიკეთა? table-ში გამომიტანა. მეტი არაფერი არ გამომიტანა. მე მაქვს აქ მეორე view, რომელშიც უკვე მაქვს ესეთი დავალება რომ იქ რო details დავაწვევი და ID-ს დავმიგზავნე აქ. იმის იმ ID-ს შესაბამისი ობიექტი უნდა მოძებნო და იმის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა გამოვიტანო. ხო? და აქ როცა მე დავაწევი წერან თამთას ID-ზე, ID იყო თამთასზე 3, აქ მიიღო 3, ისევ შემიქნა ლისტი, რომ დავინახო მე ეს ლისტი, რასთან აქვს საქმე. მე აი ლისტში მოვძებნე ეს ჩემი ობიექტი და ეს ჩემი ობიექტი გავატანე views. view ეს ჩემი ობიექტი მიიღო და ინფორმაცია ამის შესახებ სრულად მიჩვენა. ხო? ეხლა აქ რა გავაკეთე? ესე იგი, მე აი ამ ჩემ ლისტში უნდა ვიპოვო ობიექტი, რომლის ID-ც არის პარამეტრად მიღებული ID. ხო, ნუ ძალიან მარტივია. აი მაგალითად, როცა გაქვს დიდი მომხმარებლების მონაცემთა ბაზა და იქ დააწვევი details, იქაც იგივე უნდა მოხდეს. აი მაგალითად, შეიძლება გქონდეს Facebook-ის მონაცემთა ბაზა მომხმარებლებს. ეხლა Facebook-ი მომხმარებლებს რამდენი პარამეტრი აქვს, ხო? ყველაფერს იმ ცხრილში ხო არ გამოვიტან. იმ ცხრილში უნდა გამოვიტანო საჭირო რაც არის. ID, სახელი, გვარი და თქვა დაავადების წელი. მე თუ ტიპს დაინტერესებს ამ ტიპის შესახებ სრული ინფორმაცია, details დააწვა, გადავა და იქ ნახავს ყველაფერს. როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ხო? აი Facebook-ი როგორ მუშაობს, აი ნახეთ. ეხლა რო შევიდე Facebook-ზე. ანუ ჩვეულებრივ რაღაცა აი მაგალითად ჩემ იმაზე რა
აი ჩემ გვერდზე ვარ ხა ხო შესული ძალიან მარტივად, ხო? ეხლა აქ მე ყველაფერი არ მიჩანს. თუ მინდა რომ ყველაფერი გამოვიჩენს, უნდა დავაწვე about-ს. About-ს რო დავაწექი, ნახე რა მოხდა? ჩემ იმაზე, ჩემ სახელზე გვერდზე პარამეტრად გაიგზავნა ამას about-ი. About-ზე რო გადავიდა, ტიპი უკვე ხდება ვის about-ზეა საუბარი. იმ ტიპს მონაცემთა ბაზაში ეძებს სრული ინფორმაცია, მოაქვს მე რა გამოვაქვს. მივხვდით ხო? იგივე რაღაც όμως ბევრად უფრო მარტივი გავაკეთეთ ჩვენც. ანუ მე მივუთხარი რომ აი ამ ID, აი ეს ID რომელი ტიპისაცაა, იმაზე მინდა სრული ინფორმაცია მეთქი. ეს ID ამან მიიღო პარამეტრად, ეს ტიპი მოძებნა ლისტში, ეს ტიპი გადააწოდა view-ს, მე ეს view მიიღო, ხო? აი მიიღო აქ, მე view-ს ვუთხარი რომ შენი მოდელი, აი რაც უნდა მიიღო ინფორმაცია, მოდელი ხო ინფორმაციის გადატანის საშუალება, აი ეს მოდელი რაც უნდა მიიღო, არის user class-ის ობიექტი. და ეხლა კარგი რატოა ეს, როცა მოდელი აქვს. აი ეხლა მე რო გავაკეთე, ნახეთ. აი კარგი რატოა, როცა მოდელი აქვს, ნახეთ. მე რო ეს აქ ანუ მე თუ მინდა რომ ეხლა ამ მოდელის ინფორმაცია გამოვიტანო, აი აქ რო დავწერ სიტყვა მოდელზე დავაწვევი წერტილს, ეს უკვე ხედავს ამ კლასის ობიექტებს. მე რო მოდელი არ მქონდეს, ვერ დაინახავდა და ხელით მომიწევდა დაწერა. აი view-ბეგი როგორ მუშაობს, ხო იცით? view-ბეგს რო აქნებს სახეს კონტროლერში, მე ქვევიდან ვერ ახერხებ ამას. იწევს კოპირება. იქ რო დაწერო view-ბეგ წერტილი აჯებს სანდალი უდრის აქს, ვთქვათ. მე აქ რო დაწერო view, ანუ view-ში რო დაწერო view-ბეგი და წერტილი რო დაწერო, შესაბამის იმებს აღარ გამოგიჩენს, იმიტომ რომ view-ბეგი არის დინამიურად შექმნადი ტიპი არის, ანუ რახან ფიქსირებული სახელი არ აქვს, აქედანაც ვეღარ ხედავს და ეხლა ნახე იგივე, ეხლა ნახე რა შემიძლია გავაკეთო. ამას რა ეს მოდელი მოუშალო, ხო? აი აქედან უკვე ვეღარ დაინახავს ტიპი, აი ნახე წერტილს ვაწვევი და ვეღარ ხედავს. ანუ მოდელი თუ არ აქვს, თავიდანვე განსაზღვრული და ამან თუ არ იცის რა ტიპს ელოდება, აი მოდელი რო აქვს განსაზღვრული, view უკვე იცის, რომ უნდა მიიღოს user-ის კლასი. და ამის უკვე მზადა. და აქ რომ მე ეხა ისევ აღვადგინო მოდელი. ჩვეულებრივ, ხო? ეხა უკვე ისევ დაინახოს, აი ისევ ხედავს. ხო? და view რა ქნა? მიიღო მოდელად, ამას კიდია იქ თამთას მიიღებს, watch-ს მიიღებს, gem-ს მიიღებს თუ alex-ს. ამან იცის, რომ ყველა რასაც კი მიიღებს, ის აუცილებლად უნდა იყოს user-ის კლასის ობიექტი. ამიტომ user-ის კლასის ობიექტებს ყველას აქვს ერთ-ერთი value. ხო? ანუ ამას კიდია იქ gem-ო იქნება, watch-ი იქნება თუ alex იქნება, არ აინტერესებს, იმიტომ რომ იცის, რომ user-ის კლასის ობიექტს აუცილებლად იქნება ეს value. და წერტილს უნდა ავაწვევ, მაგიტომ მიჩენს ამ intelligence მაგიტომ აქვს. ამან მიიღო ეს ინფორმაცია, მაგრამ მოდელის სახით და მე გავაკეთე table-ის კლასი. კლასი table-ის HTML სტრუქტურა. ზევი გამოვიტანე სახელები და ქვევით გამოვიტანე, აი რაც მიიღო იმის ID, რაც მიიღო იმის name და რაც მიიღო იმის surname. ხო? და აი შედეგი არის ესეთი. ეხლა მე ამას გავუშვებ. აქ details-ი გაიშვება თავიდან და მოდი index-ი გადავიყვანოთ. ხო, გავუშვი, მაქვს ტიპები ჩავანათვალე. ეხლა თითოეულს რომ მივიტანე, აი მაგალითად თამთაზე მივიტანე და მაუს და აქ ლინკი აიწყო ესეთი. localhost 42.7, აქ ჩაქვალეთ რომ თქვენი თუ რაღაც საიტი გაქვთ, მაგალითად golg. აგება golg/home/details 2. ეს ნიშნავს რომ უნდა გადავიდეს home controller-ში, details view-ზე და პარამეტრად უნდა მიაწოდოს 2. ხო? ეხლა მე რომ აი ამ ლინკს დავაწვევი, ლინკი შეიცვალა მაღლა, home details 2 და ამან მიიღო ეს ინფორმაცია, ანუ თამთა ამოიღო ლისტიდან და მისცა details. details-მა მიიღო და დამწერა ინფორმაცია, დახარისხებულად. ეხლა ნახეთ, აი აქ რომ მე შევცვალო ლინკში და დავწერო 3. იმუშავებს და დავაწვე enter-ს. რა მოხდება? მესამე user-ის. ხო, ანუ ძალიან მარტივია, ხო? და აი აქ რომ მე ეხლა 9 დავწერო. არ ემუშავებს, იმიტომ რომ იმან მოდელი ვერ ანუ იმან აი აქ შემოვიდა. აი აქ შემოვიდა, ხო? აქ ხო აი და 9 მიიღო. 9 ხო მიიღო. აქ გადაყვა ვერაფერი ვერ იპოვა. აი და 9 სტორი. და user-ი დატოვა ცარიელი, 0 სტორი დატოვა.
აქ მე ნული გადავაწოდე და არ შეიძლება რომ მოდელი იყოს ნულის ტოლი. და ამიტომ იქ ერორი ამოვიდა. ეხლა მოხმარებელმა თუ რაღაცას გააკეთა ხელოვნურად, ხო? ანუ იქ იმასაც ერორს ამოვიდებს რა. ამიტომ შეიძლება გქონდეს შეცდომის ხელოვნურად ხო exception-ის დამუშავების საშუალება. ამას რა თქმა უნდა ვისწავლეთ. აი მოხმარებელმა თუ რაღაც მოინდომა და ხელით რაღაც ლინკები წერა და რაღაცები გავრჩება მოინდომა რა. ეხლა სასწავლი იგივე უნდა გააკეთო თქვენც. ამას დავტოვოთ ცალკეულს. იმას არ დავტოვოთ ცალკეულს. ერთს ჯემო დავუждდება ჯემო. ეს ხო გაიგე. იცოდი ხო? ერთს ჯემო დავუждდება, ერთს მე და თან გიყურებთ, ანუ თუ ან არ დაგიждებთ მოდი. თქვენ დაიწყეთ კეთება და სამი თუ გაიჭედებით, ჯერ რო ეცადეთ რომ თქვენით გააკეთოთ. ანუ კონცეფცია გაიგეთ როგორ მუშაობს. აი რაღაც პატარა კითხვაც კი არ გაქვთ. აი სასწავლო ახეთ ანუ თლიანად აი MVC-ის პრობლემა იგაა რომ თავარია გაიგო და მე როგორ ძალიან მარტივია რა აი PHP-ის თითქმის იგივე მაგრამ ის ცოტა სხვანაირად და აქ ბევრად უფრო სტრუქტურირებულია ხო ყველაფერი ანუ აი ეს არის ყველაფერი ინფორმაციის გაგზავნა და გამოტანა აი მთელი ვები არის მთელი ნებისმიერი საიტი ამ დონემდე დაიყვანება ეს თუ გაიგე მე როგორ ყველაფერი მარტივი იქნება ის ვიუ ხო Details არის მიიღო user-ი ობიექტი, მე თვითონ გავაწყე table head-ებში გავამაქვს ID name და surname და ანუ table row ხო არის ეს? შენ HTML-ი არის, ხო? კი არა, ვიცი, მაგრამ კარგად არ ვიცი, ხო? ანუ table-ი არის ესეთი ტიპი. აი აქ რო გაჩვენო უცბად. აი ნახე, აი ესეთი როჟაა. შედგება row-ებისგან table row ნიშნავს რომ სამხაზიანია და შედგება შიგნით კიდე TD-ებისგან. TD არის აი ესე ხაზები ხო იქნება. პირველი TD არის აქ, მეორე TD არის აქ, მესამე არის აქ, აი როგორც წელი. ხო? იგივე გავაკეთე აი აქაც. მაქვს ერთი ესეთი ხაზი და მეორე ქვედა ხაზი. ზევი წერია ID name surname, ხოლმე წერია ამის მნიშვნელობა. აი ეს გავაკეთე აქ. TH-ი იგივე TD არის, просто იმით განსხვავდება, რომ იგავს მე table head და აბოლებს, მეც არ გწავკეთეს. აქ რო TD-ები დამწერა, პრობლემა არ იქნება. აი თუ TD მქონდა, აი ნახე, ახლა ნახავ შენთან განსხვავებას. აი ID არ უნდა გაებოლდებინა ერთ წამი. დასაებებული არ მქონდა. აი ხა ID ნახე გავაკეთე თავად, name და surname გავაკეთე. იქ შეგიძლია TD ხო, შეგიძლია TH ხო. ანუ ზევით მიწერს იმებს, სახელები მეთოდ ჩავწერე, რა ინფორმაცია იქნება რომ მივუთითო და ხოლმე შესაბამისი მნიშვნელობა, მეტი არაფერი არ არის. ჩემ ეს კურსზე პრობლემა? authentication. დამსწრებია, ეროს რო შესვლისას? როგორ ჩაწერე? What change actually is? Sure. Როგორ შევიდეთ? Просто она умеет нас. Как нельзя выйти.
სიუზერი დაავადებულში. აი, ეხლა მოგდარჩუნებული ამას შეიძლება. სასა ბაზარში შეიძლება. არ შეიძლება ბაზარში მაშინ ისე. და იყოს ამაში. 2010 წელს რა. ბაყა. აი ის ან ნახეთ როგორი სისტემაა ვეარი ჯერ რეძებს თავიდან გაყვავდა x-ი ამ შემთხვევაში იქნება ლისტის თითოეული ობიექტი x-ი ანუ ის არის x წერტილი id უდრის მიღებულ პარამეტრ არის ანუ არის და ბოლოში გადავწერო წერტილი first of default ან single default არა მანდარა აი მაგის მე first of default შეუნებია მაგ ჩავედი ჩქირი პირველივე შემოხვედრიო რაც დაემთხვევაო ის აიღეო აი ხა მე გავხსნი თამთასთვის აი ამას ცოტა ესე ავწევ და რაიმე კითხვა თუ გექნებათ დამისვით კიდევ ერთხელ გავიარეთ თუ გინდათ თავიდან აი დაიწყე მაშინ და რაიმე კითხვა ვიყო ეხლა შენ ის ამ მაგას მოდიფიკოს ხო? ვიუსო. ხო, შეიძლება. Users გასნა. როგორ? ეგ public name gets უნდა სისტემური ჭირებში და ყველაფერი ისტორია. მოდი აქედან შევჩვიე იმას, რომ class დაარქვა ყოველთვის დიდი სახელი, user-საც დიდი სახელი დაარქვა. მე რომ მარტივად გარჩევად იყოს ხო? და name მქონდა, ანუ ID მქონდა, name მქონდა და surname მქონდა. ID იყო იმ ტიპის, name და surname იყო same ტიპის.
გავტესტო რაღაცა იმით. მე რობოტი თვითონ ეს კოდი ამ კოდში მინდა რაღაცა. ეს რომ სტატიკური ყოფილიყო, მაშინ ხო იმუშავებდა. რა? აი, ეს რო ზემოთ აგვეღწერა და სტატიკური ყოფილიყო. რა მუშაობდა? გურა ეს კლასში ფუნქციებია, კლას ერთი სტატიკური ის მნიშვნელობა იქნებოდა, რომ ეს ყოველ რეკვესტი ახალს არ შექმნიდა იმას და ერთხელ შეიქმნებოდა და საერთოდ იქნებოდა. მაგრამ ფუნქციაში ფუნქცია არ გამოვიყენოთ მეთქი რა, წეღა როგორც გავაკეთე. ეს public action-ზე ფუნქცია შევდები. ხო, მე რა. მე ფუნქციებში შიგნით სტატიკური გამო. შიგნით არ წერს, გარეთ წერო, გლობალურად წერო. ოღონდ სტატიკს უწევ. ეს მუშაობთ ჩემი დიდია. როში წერს მე. გეშინათა სუდი სტილი იქნება. სუდი სტილი იქნება. სტატიკი? ეს უფრო ცუდი სტილია. აქ იდეაში როცა მომეცნიერთა ბაზები გაქვს, ხო ხვდები რასაც არის. ყოველ ჯერზე ახალგაზრდა კონექშენს, როცა დაგჭირდება რა, სულ 200 არის. და ეს პროსტა გჭირავს ამ თემაში, იმიტომ რომ ვისთი ხოლმე ლოკალური ამის სადაც არ აქვს ინფორმაცია. კარიჭერე? იმას არ აკეთებს რა ზინდა? არა. აი ეს დეტეილის განკვეთებას ჩადა. კაი. შენს კი არ ამთან აკეთებდა საქმე. ამ ჯერ მაქსიმალურ რესურსს შენ თო მივხვდები. მუშაობის პრინციპს და მე უკვე გააკეთე. კომპონენტებია, აი ბუქში დასაჭირო. მე ეს რო ჩართული ცუდია ხო. ჩაკეთე. აბა იქნება რა. ის ამერიკაში ტვინი მოკონტროლე. ეს რო ჩართული ტვინი აღარ იქნება, შენ რა ქვია. ეგრეა. დეტალების ლინკი როგორ მოყვა? დეტეილის ლინკი. სა. ინდექსში. ეგენ გული გადააკეთე შენ ამ რესექშენი და უწაშა. და შენი დაწერა. და მაგამდე რომ ხო მოგიგრე რესექშენი. ეს არ თავჭირდება, და ეგ არის ახალი შექმნის სექშენი თავჭირდება. აი მანდექშენი ვიდეოა, აი თავად აი დისპლეი. მაგრამ რა ხდება? არა, აი და აი საშალე და ჩვენ გახსოვს რა გამოვიტანეთ? აი და მე მიგამოვიტანეთ რა. Nic ładnie jest.
მეორე თითში. ერთ უჯრაში და მეორე უჯრაში. ეხლა ჩავიდი ბოლოს მაგალითად. ეგ გადავაკეთეთ როგორც ჩვენ გახსოვს A ლინკის მომში, ხო? ეხლა მან დაწერე ასტანი. ეხლა რებში მოდიხარ ლინკი ჩვენ თვითონ. რებში მოდიხარ ეს slash home პატარა როხი მნიშვნელობა მოდიხარ slash რომელი გვერდებზე მოცეს details. და პარამეტრს დავსვათ. Home პირდაპირ აიწერა ეს იმავე რაკეთებს. იმ ტიპის წინს ხო? არა. ძალობა item შევიდა. ნახტო რა? ამ მოდელის აიწერა. details გასწორდება. data არა. როგორ ვთქვი? details. ანუ details ვიდეს. ეს თავი. მოსულობა. ეხლა შეიძლება ეხლა მე შექმნა მეორე views, რომელსაც გადასცემ აი ამ სიას, lists. Sharing home home should be user controller. User controller is free. Home should be user controller. ინფორმაცია მოგონება, ინფორმაცია შენ კონტროლიდან არ აქვს და ცალკეულ ინფორმაციას ყოფილი. როგორ უნდა გავხსოვს? არა. კონტროლერში უნდა იყოს ლისტში იმ ID-ის მნიშვნელობა. გავხსოვთ, ხო? მაგრამ არა ხო, ამ ცალკეულ ინფორმაციას. просто ამან გადაწყვეტ, რაც იპოვეს. მიგდით, ხო? ხო. თელების კლასია. მან უკვე ის უნდა დაწერო რანაირი ვიდის გინდა რომ კონდეს იმ user-სა. design HTML უნდა დაწერო და მოიტანო მნიშვნელობა. user-ის მოდელი გააკეთდა და ხედა უკვე იმის მნიშვნელობას აი ამ მოდელით. არ დაწერა? ეს შეიძლება გეთქვას. იმიტომ რომ ლოგინი ID-ურ აღზრდით თავზე ამოხდება, როცა ლოგინდება ტიპი ინფორმაცია, უბრალოდ მასობი ამოხდება. იმას როგორ მოიცი? საქართველოს ბანკის ეროვნულ გვერდი ქონდა საქართველოს ტიპის
ერორის გვერდზე დიდი თაგზავდა ერორის ტექსტს. და ტიპი გაშოვდნენ ხელით მიშავა ტექსტი. წერილს მომდევნო სკრინზე. რა ხელით გასწრაფა და ტიპის მაგრამ მაგალითად საქართველოს პოლიტიკური პარტია რა და გადაიყვანა ერორის გვერდზე დაწერა დიდი ასოების საკუთარი ამბობ ამ გეჯი თაგზავდნენ ერორის ტექსტს სისულელია უშედეგო. მან ხელით ამოიღეს პროტოკოლი სკოლის უნდა დამიდო. ხო, ეგ უნდა და HD აპოვაფრიკე. ხო, ძალიან ეს მაგარი ექსპერიმენტი ხდება პროფესორ სასაბარა. წერილებს ჩასაერთო აპარატები და ბანკნოტების მოდელები. მაგალითად ასკალავს აი მაგით ხოდი შეცვლილი რა. რას კარს და შემოსავალი პროცესია. და ტიპი ბლოკს უინდოზე ნახულობა. ორი იმისი. Ჩვენ აჩვენეთ პროფესიონალს, ჩვენ დავარეთ ეს რა. ხოლო ის პროფესიონალი და ვიდეოს სამშაბათი მოსულობთ რა. ამ თვითონ ხოლო მეშინერი და კიოგი მეშინერი ეს სამკაცო მაგალითად და უფრო მაგალითად რაც არის ეს ძალიანია έτσι ეს კაცის მაგალითად ფერმობისთან საწოლი გადიო მაგალითად გავუწევთ რა ის სამწუხაროდ უბრალოდ მაგალითად და ის ეს რობოტი და ხალხია დაუძს მაგალითად არ გავუწევთ რა წაიხეს ანუ ძალიან ახალ შეიძლება თუ გამოიყო ხელი შეიძლება თავს მაგრამ არა ანუ კარგი გავხსნა რა ექსას ლარს და ვინ ევაკუატორს ხალხი არ მიიღო იქნებ პროფილაქტიკაში კი ბიჭო მაგრამ პროფილაქტიკაში მოვადუნებდა ჩაიგო either the home index in the home subject. Problem is index ხდავს. იმიტომ რომ ზეითად უწერია რა სწორად. Index user story. Title details. View-ში ეგაც ფოქუს სწორია რა თუ არის. აბა გავუშვი просто. Короче, ვერ ხედავს home index და ეხლა მოდი ნახოთ რატო. View გავხსნილი. Index-ზე view გავხსნილი. სასტა view დავდები. ეგ ლისტის ტიპის უნდა იყოს, ხო? და მოდულის კლასი რა უნდა კონდეს user, შე? აი ხა აი იმას გავასწორებ. ეხლა ეგენის ეს უნდა გადააკეთო შენ თვითონ, თან. ანუ მან შენ ხვდები ეხლა რა კოდი წერია? აუმან გწერია ეხლა. ამაზე და პარამეტრებს უნდა გავდანოს აი. ხო, მაგალითად წერია. აი action მინდა. ეს ფუნქციონი ანუ იგი ხო ოღონდ ეს section-ი ჩვენ არ ჭირდება ეს არის default-ად შექმნილი შაბლონი ახალი შეიძლება წაშალო ეხლა წავიდეთ დავა table ვიცით რაცა და th-ით ვიცით რაცა აი html display main for რა ხდება ხო ოპერაცია რაც იქნება რა იქნება ხო მოდი ეგ წაშალო და შენ თვითონ დავაქვი სახე არა თლიანად არა აი html ეგ მაგას დახენ html helpers აი პირველ ნიმი ამ გამოვიტანოთ პირველი ID გამოვიტანოთ. მეორე გამოვიტანოთ? მე. სერნემი არ აქვს. არა, სერნემი არ გამოვიტანოთ. კარგი.
ეხლა დაბლა მოდი ბარემ ანუ ეს display for უკვე თვითონ მონაცემი გამოაქვს და სვავს. ეხლა შენ მოდი შენებურად გამოიყანე ეს მონაცემი. კაი, რას აკეთებს ეხლა? for each 6 ატრიალის მოდელი რა არის? user-ების ლისტი. item იქნება ჯერ პირველი user-ი, მერე მეორე user-ი, მერე მესამე, სანამ გაყოლდა, ხო? ჩვენ უნდა გამოვიტანოთ ამ user-ის ID. მაგას როგორ გააკეთებთ? view-ებით არა, მაგრამ სადაც ახლა. item წერტილი არის, ხო? ID ხო ობიექტი იქნება. ის item ხო ობიექტი იქნება. ო, პირდაპირ item-ი რო დაწერა, ვერ გაიგებს. დავუყო და დავუწყო, იმიტომ რომ C# კოდია. შა? და მეორე უნდა გამოვიტანო კიდე name. ის section-ები შედიოდა წაშალე. და ეხლა მოდი ჩვენ დავწეროთ link, ანუ მან უნდა იყოს details დილოგი და რო დავაწერო უნდა გადაიყვანოს იმ ტიპის დეტალურ გვერდზე. ეხლა ამას როგორ დავწეროთ? დავუყავდა მან გაიცანე a ტაგი გავაკეთოთ, ხო? ანუ ტაგი ქონდა a არის links და უნდა დავწეროთ სიტყვა details-ი, რომელიც უნდა მივლინკოთ შესაბამის გვერდზე, შესაბამისი პარამეტრით. ეხლა მოდი დავწეროთ წერა, მან დავწეროთ გავხსნით a ტაგი მეტოდად და ეხლა a ტაგში უნდა კონდეს აი მაგალითი და a ტაგის გახსნის ტაგში მარცხნივ. აი გამოდიეთ აქეთ. აი ნახე ატრიბუტი ხო გასულს რაცა. აი მან უნდა ჩავწეროთ ატრიბუტი, ლინკის ატრიბუტი რა არის? გახსოვს? ფარეთო. შო. ეხლა მან უნდა ჩავწეროთ უკვე რომელ კონტროლერში, რომელ action-ში გაგზავნოს ინფორმაცია. ანუ რა ლინკზე გადაიღოს. ჩვენი კონტროლერის სახელი. ჩემი კონტროლერი. რომელია შენი კონტროლერი? default, ხო. просто სახელი default. ო წინს შეშინდა. იმიტომ რომ მიხვდეს რომ ლინკია, ხო? ეხლა default-ი შემდეგ ისევ შეშინდა. მაგას კონტროლერის სახელი კონტროლერი აღარ მოუწევ. default-ი თქვა რომ კონტროლერზე ვაზრე. პირველი გაცა. მეორე არის action-ის სახელი. საიდან გადადის? ანუ რომელ action-ში და რომელ გვერდზე გადადის? რომელ გვერდზე გადადის? კი. და პარამეტრად რა უნდა გაატარო? ეხლა დაწერე მაგ რო უნდა გაატარო პარამეტრად და გამოვხდი. აი, მოდი დავხსნი. და სადი ვარიანტები და ვაჩე, მოდი ჩვენ გავაკეთოთ ეს ტიპის. delete გავაკეთოთ მოდი. აი, მოდი ეს შენ გავაკეთე ეს რაც. იქ კიდე ბოლოში ვისპიროა დეტალების წინ და თან დავხსნით და მოვაყე გავაკეთოთ წერა. აქამდე მოიფიქრე შენ. იქნება გარეგანი აი ისე ეს თუ სხვაერად ის შეიძლება სხვაერად და დილებს დააწყეს ის თქონდა წაშალ ხო ხო აი ეხლა მოდი უცბად არის უბრალოდ ანუ ლისტიდან როგორ უნდა წაშალო ეს ერთად ხო? მაგალითად თამაშს დავიწერო. მაგრამ შენ გააკეთე დილად. იმ დილებზე დაჭერე, აი იქ გაგზავნოს დილეი ექშენში. ეს არის დეტალში ჩართავს. გარდა აი გახსნილ შეშინებული. ეს რეკომენდაცია
შემოსული არის. აბა დაუშვათ ერთ დააჩეცა იუზერ home index-ი აქვს შესაძლებელი. მაგრამ არა ეგრე პორტფოლიო არის მე. /user/index. ანუ შეგვიძლია იმისთვის default მაინც ეგრეა. იმისთვის default index შენობს user-ის. აი word-ზე უკვე მოდი. word-ზე ამაში თავზე ეს word-ი არის ეს მოწაშავს. შეიძლება შევხვდეთ რომ ეს რამონაციანი ჩამოვიდეთ რა. ვერ გავაკეთებ შენს. ინდორი ისტოს. მე წაშალში. მაშინ ცალკე ფუნქციონირება იყოს ის სინციური მოხდების იქნება წაშალის ახალი სიტუაცია. როგორც ძალიან საშუალო სიტუაცია სტრესები კონტროლერი შეიძლება რა გაშენდეს. ბაზებში მარტივია ხომ ხდება რაღაც. ანუ details მიიღებს ბაზაში მოწების მარტივს აღუშლის ბაზიდან და ბაზა ბაზის ერთი და ერთი ორი ფუნქციაში წაშლება. შემდეგ გავაკეთე რა უკავშა. შვიცარზე კონდეს ასტარა. შვიცზე კარგი შვიცზე. არ ვისაუბრე ლაშაკოს როგორ შვიცზე. ლაშაკ შვიცზე და ვაგებოდან ჩემთვის ცალკე პროგრესებოსან გვიან არა პრობლემა. უფროდნები. შვიდი. ბოშევა შვიცზე. ისეც რომ ინიციავს. პროსპექტი გამოტანა აი, მოკლედ თუ ავალებ როგორც აი ასოც აღშევდა ავტოს, თავიდან ოღონდ უფრო რაღაც კომპლექსურს პერიოდები იქნება და დიდი ინფორმაცია. და ის დავწერთ ავალებს. და თუ ვერ გააკეთებ, შეგვიძლია აქ მოხდე, ან დავერგავო და არ დავერგავო. სახში ეს კოდი გიყენია. ხო, ეს პროსტა აი მოდელი წერილი და ნუგები შეიძლება მოსწრებული და დაი ნახაში ფლეშა. და შეიძლება დაახერხო და აბა მოდი ვარ ეს გავშადე შეიძლება